მოგესალმებით მეგობრებო, მე გახლავართ ვახტანგ ხომიზური, brand building-ის პროექტის ხელმძღვანელი და დღეს მინდა წარმოგიდგინოთ brand-ის და brand building-ის შესახებ, მოკლედ. ანუ რას წარმოადგენს brand-ი, როგორ უნდა შევქმნათ ძლიერი brand-ი, რა არის ამისათვის საჭირო და ასე შემდეგ. პირველი რაც მინდა გითხრათ, იცით და არსებობს ბრენდები და არსებობენ სავაჭრო ნიშნები. ამ შემთხვევაში განსხვავება ძალიან დიდია, იმიტომ რომ ბრენდს საერთოდ გააჩნია ეს წოდებული კორპორატიული სული, ანუ ის უფრო გაცილებით მეტია ვიდრე სავაჭრო ნიშანი, ან სავაჭრო მარკას რაც ძახიან. აი ეს არის ზუსტად corporate spirit, რაც ახასიათებს ბრენდს. ბრენდის უშუალოდ ფასი და ფასეულობა მდგომარეობს ან მაღალ ფასში, უფრო მეციხდიან ადამიანები, ან გაყიდვების რაოდენობაში. ანუ რეალურად იყიდება ძალიან ბევრი ამ ბრენდის პროდუქცია. ანუ იგივე შვეიცარიული საათი და დაუშვათ კოკა-კოლა, ეს უბრალოდ მაგალითი, როგორ შეიძლება დაუშვათ სარგებელი მივიღოთ ბრენდის მეშვეობით. ბრენდის ძირითადი მახასიათებელი ნიშანი ეს არის ნდობა. ანუ ადამიანები ენდობიან ბრენდს, აი ეს როგორ შევიმუშაოთ, როგორ დავიმსახუროთ ეს ნდობა, აი ამაზე მოკლედ მოგახსენებთ ახლა. საერთოდ მარკეტინგში თქვენ იცით რომ არსებობს ეს წოდებული ტრადიციული 4P, ეს არის product, price, place, promotion, მაგრამ ბრენდის შემთხვევაში არის ოდნავ განსხვავებული. აქ არის პირველი people, ანუ ის სეგმენტი, ვიზედაც არის განკუთვნილი ბრენდი, პროდუქტი თვითონ უშუალოდ ის ბრენდის ფასეულობები, ის მისი უპირატესობები, მისი ეფექტიანობა და მისი სარგებელი რაც მოაქვს ამ შემთხვევაში ადამიანებისთვის, ხო? და პრომის, ანუ ეს არის ეს წოდებული, დაპირება პერსპექტივები ადამიანებისთვის, ვინც ისარგებლებს ამ თუ იმ ბრენდით. ბრენდის ბირთვი საერთოდ აი რამოდენიმე კომპონენტისგან შედგება. ეს არის პირველი უნიკალურობა, მარკეტინგი თავისთავად, ესე ვთქვათ, შესწავლა, უნიკალურობა უნდა იყოს განსხვავებული აუცილებლად ანალოგებისგან, ემოციური მახასიათებლები, რომელიც არის ძალიან მნიშვნელოვანი ემოციური გზავნილის შემთხვევაში, კომუნიკაციის ფორმა, ანუ რა ფორმით აპირებთ კომუნიკაციას მომხმარებელთან, გაყიდვების არხები თავისთავად და ფასწარმოქმნა, ანუ რეალურად რა ფასეულობის მატარებელიც არის ბრენდი, ის ფასი უნდა გქონდეს მას. რას წარმოადგენს რეალურად ბრენდი? კიდევ ერთხელ ნახეთ, ეს არის, როდესაც ადამიანი დაუშვათ ხდება ბრენდულ პროდუქტს. პირველი, ეს არის ებადება ასოციაციები, ეს გადადის ემოციებში, ეს გადადის მერე ფასეულობებში, ანუ ფასეულობები, რითაც ხელმძღვანელობს ადამიანი, მოლოდინი შესაბამისად, რო ყიდულობს ამ პროდუქტს, რა მოლოდინი აქვს და მიკუთვნება, ანუ რასთან არის ასოცირებული ეს ბრენდი. ანუ ადამიანს რატო სიამოვნებს მაგალითად ამა თუ იმ პროდუქტის ეს თქვა შეძენა, იმიტომ რომ მისი კუმირი იქნება თუ დაუშვათ სხვა ადამიანები, დაუშვათ სარგებლობენ ამ ბრენდით, ანუ რაღაც მიკუთვნება, ეს არის იმიჯი, ხო, რაღაც იმიჯი. ამ შემთხვევაში ეს იქნება მნიშვნელობა რა აქვს, რა ტიპის პროდუქტი იქნება. ბრენდის შემთხვევაში, ანუ ეს არის წარმოსახვა და პლუს ემოციები. აი ეს ორი აი ესეთი ემოციური სინთეზი უნდა გადაცეს ბრენდმა მომხმარებელს. შემდეგი ბრენდის პოზიციონირება საერთოდ როგორ
ხდება ჩვენი ბრენდის წარმოდგენა, ხო, ესე იგი აი ამ კონკრეტული მიზნობრივი მომხმარებელთა მიზნობრივი სეგმენტისთვის. ნუ პირველი ეს რას წარმოადგენს ბრენდი, ანუ როგორც პიროვნება, ანუ რა ხასიათი აქვს ბრენდს, როგორი მახასიათებლების მატარებელია ეს ბრენდი. ანუ წარმოსახვაში ეს რეალურად უნდა ქონდეს ადამიანს რაღაც აი ესეთი წარმოდგენა, იმიტომ რომ ადამიანი ფიქრობს საერთოდ სურათებით, ხო? ესე იგი და აქედან გამომდინარე აი ზუსტად ეს ამ ხასიათის შექმნის ეტაპებზეა ძალიან ბევრი დამოკიდებული ბრენდის. როგორი ენით ელაპარაკება ბრენდი ადამიანს? ანუ ეს არის საქმიანი ენა, ეს არის მეგობრული, ეს არის თბილი, ეს არის კიდე განსხვავებული, ეს არის რაღაც შეიძლება ცოტა პროვოცირებული იყოს, ხო? იმედის მომცემი, აი როგორი ტონალობის კონტენტს იყენებს ურთიერთობაში ეს ბრენდი, ხო? ისე იგი აი რა ტონით ელაპარაკება, ხო? ისე იგი მომხმარებელს. ნუ ეს ყველაფერი გასაგურელია კონტენტის მეშვეობით, კონტენტი შეიძლება იყოს დაუშვათ ტექსტობრივი, შეიძლება ვიდეო კონტენტი იყოს, გააჩნია ბრენდის სპეციფიკას. რა მიზნის მიღწევას ცდილობს ბრენდი ადამიანებთან კომუნიკაციის შედეგად? აი ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი. შემდეგი, აი ბრენდის ხასიათი. ანუ ჩვენ ვართ როგორც ვინ? აი ეს ამაზე უნდა გაეცეს პასუხი. აი ეს ხასიათი, ბრენდის ხასიათი, ამას ეძახიან კიდე სხვანაირად ბრენდის გაადამიანებას რა, აი დაახლოებით ესეთი ეს ვთქვათ, უჩვეულო სიტყვა, ხო, ესე იგი. მაგრამ აი ეს აუცილებელია რომ ჟღერდეს ადამიანებთან კომუნიკაციის დროს. ანუ ადამიანები უნდა ხედავდნენ, უნდა გრძნობდნენ ამ ბრენდის ხასიათს. თავისთავად, უნდა იყო განსხვავებული, უნდა იყო უკეთესი, ხო, ესე იგი. Coca-Cola-s მარკეტოლოგმა განაცხადა ერთხელ, რომ ან შეიცვალე, ან მოკვდი. ან ეს ასე ვთქვათ, დღევანდელ სიტუაციაში, დღევანდელ კონკურენციის პირობებში ეს აუცილებელი რამ არის. იქიდან გამომდინარე, რომ განსხვავებული როდესაც არის, მაშინ ეს იწვევს ყურადღებას, გარკვეულწილად მიმზიდველიც ხდება, მაგრამ აი ცნობილი მარკეტოლოგები იძახიან, რომ წარმოიდგინეთ, რას საკეთებენ დაუშვათ თქვენი კონკურენტები, აი გააკეთეთ ყველაფერი საწინააღმდეგოდ. ნუ ეს ცოტა შეიძლება უტრირებული, ასე ვთქვათ, რჩევა იყოს, მაგრამ ყოველ შემთხვევაში უნდა იყოთ განსხვავებული. შემდეგი სიტუაციური ანალიზი, ანუ რა უნდა გავაანალიზოთ, მაგრამ სანამ შევუდგებით ბრენდის ფორმირებას, ხო? რა ხდება ირგვლივ, ანუ საერთოდ როგორია იგივე დაუშვათ სიტუაცია ბაზარზე, ხო, რა მოთხოვნილებებია, რა ღია მოთხოვნილებებია, როგორია ფარული მოთხოვნილებები, რა სეგმენტზე გავდივართ, კონკრეტულ სეგმენტზე, მიზნობრივ სეგმენტზე, ხო, ესე იგი. რას ვერ აკეთებენ კონკურენტები? აი ამის ანალიზი ძალიან გვეხმარება. რას ურთ მომხმარებლებს სინამდვილეში, იმიტომ რომ ერთი არის, რასაც ვხედავთ, მეორე ის, რასაც დავინახავთ, თუ დაუშვათ ჩვენ შევხედეთ ამ ყველაფერს იგივე მომხმარებლის პოზიციიდან, მომხმარებლის თვალებით. ნათქვამია, რომ შენ თუ გინდა გაიგო რა ჭირდება მომხმარებელს, ან ადამიანს რა ჭირდება და რისი სურვილები აქვს, მის ფეხსაცმელებში უნდა გაიარო 20 კილომეტრი და მაშინ მიხვდები რა აწუხებს, ხო? დაახლოებით ესეთი მომენტია. როგორ ვაპირებთ მომხმარებელთან კომუნიკაციას და რა შესაძლებლობები გაგვაჩნია? ნუ, აქ არის ეს არის ესეთი brief ანალიზი, რაც დაუშვათ გვეხმარება უბრალოდ სტარტაპის დაწყებაში, ამ ბრენდის მშენებლობის შემთხვევაში. ნუ კომუნიკაციები, როგორი ტიპის კომუნიკაციაა, ხო, ესე იგი, როგორ ვაპირებთ? ნუ ზირთადად ახლა სოციალური ქსელებია, digital marketing-ია, ძალიან ეფექტიანი, მაგრამ ბევრს ავიწყდება, რომ ძალიან მნიშვნელოვანია თვითონ უშუალოდ კონტენტი, ანუ რა ტიპის კონტენტი იქნება. ამ შემთხვევაში ჩვენთან სხვადასხვა ეს ძალიან სამწუხაროა, მაგრამ copywriting-ს არ აქცევენ ჯერ ამ ყურადღებას და
ზოგ შემთხვევაში იგნორირებას უკეთებენ. ანუ კომუნიკაციას აწყობენ შაბლონური ფრაზებით, რაღაც შაბლონური და სტერეოტიპებით, კლიშეებით, რაც საპირისპიროდ მოქმედებს მომხმარებელზე, ხო? აქ უნდა იყოს ორიგინალური, ძალიან პროფესიონალურად შექმნილი კონტენტი, რომლის შექმნასაც შეძლებს მხოლოდ და მხოლოდ პროფესიონალი კოპირაიტერი. სხვანაირად ვერ გამოდის. ეს იქნება მოკლე პოსტები, ეს იქნება თემატური სტატიები, ეს იქნება რაღაც მიზნობრივი სტატიები და ასე შემდეგ. ბლოგში, დაუშვათ საიტზე, ან Facebook-ის პოსტებზე, Instagram-ის პოსტებზე და ასე შემდეგ. ანუ მხოლოდ და მხოლოდ ვიზუალური მხარე არ არის საკმარისი. აქ აუცილებელია პროფესიონალურად შედგენილი კონტენტი. ეს არის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი მომენტი. ბრენდის პოზიციონირება, აქ ამ შემთხვევაში პოზიციონირებაში საერთოდ მზადდება ბრენდბუქი, სადაც ყველაფერი აღწერილია ბრენდის შესახებ. სხვათა შორის მინდა გითხრათ, რომ ძალიან ბევრი იყენებს, ესე ვთქვათ, მხოლოდ და მხოლოდ ბრენდის ატრიბუტიკას. ანუ ეს ნიშნავს რას? ეს დაუშვათ იგივე ლოგოა, იგივე სლოგანია, რაღაც მისიაზე დაწერს. ეს შეიძლება იყოს დაუშვათ იგივე დაუშვათ ფერები, ხო, ესე იგი ფერთა სტანდარტები, დრეს-კოდი შეიძლება იყოს, თვითონ აქსესუარები, ამ შემთხვევაში სტანდარტში მოყვანილი აქსესუარები, ბრენდის და ასე შემდეგ. ის რაც არის საჩვენებლად, მაგრამ ეს არ არის საკმარისი. მთავარი არის, კიდევ ერთხელ ვიმეორებ, მთავარი არის ბრენდის სული, ანუ ამ ბრენდის ხასიათი, ის ემოციური გზავნილი, რასაც რის მეშვეობითაც ამხარებს ბრენდი კომუნიკაციას მომხმარებელთან. აი ეს არის მთავარი. ეს არის ის წარმოსახვის მომენტები, რომელსაც ქმნის ბრენდი ადამიანების ცნობიერებაში. აი ეს არის მთავარი. ატრიბუტიკა კი აუცილებელია, მაგრამ აბსოლუტურად არ ბევრი კომპანია აკეთებს ამას, მაგრამ ის ვერასდროს ვერ გახდება ბრენდი. სხვათა შორის მე მინდა იგივე კომერციულ ბანკებზე მაგალითი მოვიყონო, როდესაც კომერციული ბანკი, მაგალითად TBC საქართველოს ბანკი, კი აქვს ყველაფერი ბრენდირებული, ესე ვთქვათ, მთელი დაწყებული ფერები, დამთავრებული, ესე ვთქვათ, სტანდარტები და ასე შემდეგ, მაგრამ სლოგანიც თავისთავად, მაგრამ ბრენდის მიღწევამდე კიდე შორს არის, ანუ ის ბრენდები ნამდვილად არ არის. ანუ ბრენდის პოზიციონირება, ეს არის მისია, ფასეულობები, ხასიათი, მომავალი, ანუ მოლოდინი, სარგებელი, რაცაც მოაქვს ბრენდი და თვითონ უშუალოდ მომხმარებელი, ხო ესე იგი. ეს არის პოზიციონირება, ძირითადი ასპექტები პოზიციონირების. ბრენდის პოზიციონირება მომხმარებელთა მაღალი დონის მომსახურებების საშუალებით. ეს ესეთი საინსერ სერვისია, რაც აი ბოლო პერიოდში შემოღებულია საერთოდ ცნობილ ბრენდებში. ეს არის რას ნიშნავს ეს? ეს ნიშნავს მომსახურებას, უფრო, როდესაც მომსახური პერსონალი უფრო მეტს აკეთებს, ვიდრე მათ ევალებათ. ანუ არის გარკვეულწილად რაღაც სიურპრიზი მომხმარებლისათვის, რომ ის არ ელოდება ამას და უფრო მეტს იღებს დაუშვათ იგივე მომსახურების შემთხვევაში, ხო? ეს არის რაღაცნაირად აი შეიძლება დავარქოთ ამას ექსკლუზიური მომსახურება კლიენტურის. ეს რა მიზნით კეთდება? თქვენ ალბათ გსმენიათ ეს სარაფანის მარკეტინგი, სარაფანის რადიოს შესახებ, word of mouth, ესე იგი ეს არის გადაცემა, ინფორმაციის გადაცემა მომხმარებლებს შორის ერთმანეთში, ხო ესე იგი, როდესაც მომხმარებელი თქვენი ბრენდის და თქვენი კომპანიის პრეზენტაციას ჩხალებში პრეზენტაციას აკეთებს სხვა მომხმარებლებთან, ანუ მის თავის ახლობლებთან, მეგობრებთან და ასე შემდეგ. ავრცელებს ამ ინფორმაციას, რატომ? იმიტომ რომ მას მოეწონა ეს მომსახურება, აქტუალურია და რაღაც გარკვეულწილად ესეთი სიურპრიზი მიიღო აი ამ ეს ვთქვათ მომსახურებაში. ეს ერთ-ერთი აი ბოლო, ეს ვთქვათ, აი ესეთი მომენტია, რაც გამოიყენება ხშირად.
მე მინდა ხა მაგალითები მოგიყვანოთ. ნახეთ, აი, იგივე Nike, ხო, ესე იგი, აქ პოზიციონირებას აკეთებს Nike ძირითადად ცნობილ სპორტსმენებთან, ხო, ესე იგი, მიმართებაში. რატომ? იმიტომ რომ საერთოდ მათი ფილოსოფია, ეს თქვა, ეს კორპორატიული ფილოსოფია მდგომარეობდა იმაში, რომ ადამიანებს, უყვართ სპორტსმენები, ხო, ზოგადად. და რატომ უყვართ სპორტსმენები? იმიტომ რომ მათ აუსრულდათ თავიანთი ოცნებები, ხო? აი ოცნებების ასრულების შედეგად, ესე ვთქვათ, აი ეს შედეგს უყურებენ და უნდათ რომ ესე ვთქვათ, ზუსტად მათაც აუსრულდეთ ეს ოცნებები. და აქედან გამომდინარე, ეს Nike-მა გააკეთა პოზიციონირება ცნობილ სპორტსმენებთან, ანუ ესენი აკეთებენ ძირითადად promotions Nike-ის ფეხსაცმელებს და სპორტულ სამოს. სხვათა შორის, აი, თავის დროზე Adidas არ ქონდა ესეთი მიდგომა, Adidas-ი ცდილობდა გაეკეთებინა მარკეტინგი ყველასათვის, ანუ სპეციალიზაცია არ ქონდა აღებული და Nike-თან შედარებით, რომელიც უშვებს ძირითადად სპორტული მიმართულება, ანუ სპორტსმენებისთვის ან დაუშვათ ფეხსაცმელებს, ხო? Adidas-ი ცდილობდა ყველასათვის გამოეშვა ესეთი ყველა ტიპის და მოდელის ფეხსაცმელი და რაშიაც ძალიან წააგო, იმიტომ რომ მას არ ქონდა კონცენტრაცია კონკრეტულ სეგმენტზე. აი სპეციალიზაცია არ ქონდა აღებული და თავის დროზე, ესე ვთქვათ, მიხვდნენ ამას და გადაარჩინეს Adidas-ი, თორე ძალიან ცუდ მდგომარეობაში იყო. შემდეგი, აი, ნახეთ, აი, Harley Davidson, მაგალითად, ხო? რეალურად Harley Davidson-ის მე უბრალოდ გეტყვით, ვინ არის Harley Davidson-ის ტიპიური მომხმარებელი, ანუ ის მიზნობრივი სეგმენტი. ეს ასოცირება ხდება ესეთ ტიპებთან, რაღაც ძალიან ესეთი, რა ქვია, ტყავში ჩაცმული რაღაცა ესეთი, ისინი, რა ქვია, რაღაც მაჩო ტიპები, რომლებიც დაუშვათ დაგრიალებენ ამ იმას, სვავენ ლუდს და რაღაც ძალიან ისე იქცევიან, მაგრამ რეალურად მომხმარებლები თურმე ყოფილან აბსოლუტურად სხვა კატეგორია. ესენი არიან პირველ რიგში ჰოლივუდის მსახიობები, ესენი არიან ის მენეჯერები, ვინც მუშაობენ მაღალანაზღაურებად პოზიციებზე, ბანკებში, სადაზვერვო კომპანიებში, საბროკერო კომპანიებში და ასე შემდეგ, ანუ ცოტა ესეთი მენეჯმენტის ელიტა. რატომ? იმიტომ რომ აი თვითონ უშუალოდ ამ ბრენდს, ხო, Harley Davidson-ს მოაქვს რა, აი ეს ხასიათი რა არის? ეს არის გამოწვევა, თავისუფლება, პროტესტი, აი ყველაფერი ერთად, აი ესეთი, ესე ვთქვათ, სტრესის მოხსნა და აი ეს გზავნილი აქვს Harley Davidson-ს. ეს არა მხოლოდ ვიზუალშია და ტექნიკურ მახასიათებლებში, არამედ უშუალოდ ძრავის მუშაობის, ესე ვთქვათ, ხმაურში, ხო, აი ეს მომენტიც არის. მე უბრალოდ ეს მაგალითისთვის მოვიყვანე. აი Red Bull-ი როგორ აკეთებს ამ პოზიციონირებას? Red Bull-იც აკეთებს ზუსტად სპორტსმენებთან მიმართებაში, სპორტული შეჯიბრებები, სპორტული ღონისძიებები და ასე შემდეგ, ხო? დაწყებული Formula 1-დან დამთავრებული, არ ვიცი მე, ესე ვთქვათ, სათხილამურო სპორტით და ასე შემდეგ. აფინანსებს სპორტულ ფესტივალებს და სხვა. ერთადერთი აი ბორჯომმა შეინარჩუნა ეს ბრენდი, რატო? იმიტომ რომ თავის დროზე ეს მოსდევს ანუ საბჭოთა კავშირის პერიოდიდან აქ ბორჯომის ბრენდს უშველა ეს ეწოდებული product placement-ი, ანუ როდესაც ეს ცნობადი პიროვნებებს დაუშვათ, რომელსაც ხედავდით ეკრანზე, ედგათ დაუშვათ ეს ბორჯომი, სხვა შორის Coca-Cola-ც იყენებს ამ ილეთს ახლა და სადღაც დაუშვათ იგივე ნებისმიერი პოპულარული ток-შოუ იქნება თუ რაღაცა, ყველგან დგას Coca-Cola, ხო, ეს არის აი ესეთი ირიბი რეკლამა, ესე თქვა, თავის პროდუქტის. და დღემდე ბორჯომმა შეინარჩუნა სხვათა შორის თავისი აი ესეთი ბრენდი, თუმცა დღესდღეობით ამ ბრენდზე მუშაობა არ მიდის და ძალიან
საწყენია რომ აი ესეთი ბრენდი ჯერ კიდე გაჩავს რაღაცა ის ძველი ესე ვთქვათ ძველ ბრენდინგის მომენტს, მაგრამ კარგი იქნებოდა რომ გაძლიერებულიყო ბორჯომის ბრენდი. არა მხოლოდ ბორჯომის, არამედ ჩვენი მინერალური წყლების ბრენდი, რაც პრაქტიკულად ამ მინერალური წყლების ბრენდზე აქტიურად არ მუშაობენ. არ მუშაობენ ჯეროვნად იგივე ღვინოების ბრენდებზე. რატომ? აი ყველაფერს აკეთებენ აბსოლუტურად ესე ვთქვათ, იქ სამარკო ნიშანი, დიზაინი, ყველაფერი, მაგრამ ის რაც ყველაზე მთავარია, ის გზავნილი, ემოციური გზავნილი, ის ასოციაციები, გადასაცემი ასოციაციები, ემოციები, ხო, ესე იგი და ხასიათი, აი ამაზე მუშაობაა საჭირო. ეს არ იქმნება და ეს არის ზუსტად ბრენდის სული, კორპორატიული სული, პროდუქტის სული, რაც უნდა პირველ რიგში შეიქმნას. დანარჩენი უკვე ყველაფერი მოგვარებადია. მე კიდე ერთი მაგალითი, ეს არის რომში, ну თქვენ მოგეხსენებათ რომ ესე იგი პიცა იტალიაში ძალიან პოპულარულია და კონკურენცია, ну იქ არის უზარმაზარი და ერთმა პიცერიამ, ანუ როგორ დაიკავა ეს თქვათ ესეთი პრიორიტეტული ნიშა, ხო, ესე იგი კონკურენტული უპირატესობები როგორ მოიპოვა. ნახეთ რა გააკეთეს. კონტენტში თვითონ უშუალოდ ასახეს ის, რომ თურმე პიცა, ესე იგი პიცაში, ხო, ყველაზე მთავარი არის საერთოდ ცომეულობა, ხო, ესე იგი რა ცომზე კეთდება. და ახსნეს ის, რომ თურმე მოიძიეს ძველი რომის პერიოდის რეცეპტი ზუსტად აი ამ ცომეულის მომზადების და ამ ძველებური რომის რეცეპტით ეხლა ამზადებენ ამ პიცას. თუმცა ინგრედიენტები და რაღაცა გემოვნებით არის და ეს მაინც და მაინც ბევრს ანიშნავს, მაგრამ თავარი გააკეთეს აქცენტი ამაზე. ანუ ასოციაცია შექმნეს, რომ ადამიანი რომ ყიდულობს ამ პიცას, ხო ესე იგი ის სადღაც მოგზაურობას იწყებს, ესე ვირტუალურ მოგზაურობას იწყებს ძველი რომის პერიოდში, ხო ესე იგი და აი აქედან გამომდინარე ამ პიცამ მოიპოვა ძალიან დიდი პოპულარობა და მოთხოვნა გაიზარდა, რა ვიცი მე, ხო ძალიან გაიზარდა მოთხოვნა და დღესდღეობით ikavებს ერთ-ერთ ლიდერ პოზიციებს საერთოდ იტალიის ბაზარზე. ხო, აი ესეთი მიდგომით. telling your brand story, ანუ ეს არის storytelling-ი, რაც აუცილებელია რომ მოყვეთ ის მომხმარებელს აჩვენოთ, წარმოუდგინოთ თქვენი ბრენდის აი ლეგენდა, ისეთი ლეგენდა, რომელიც იქნება დამაინტრიგებელი, რომელიც იქნება საინტერესო, რომელიც იქნება სადღაც შეიძლება რაღაც ისეთი ასე ვთქვათ, საიდუმლო იყოს რაღაცა, ხო? აი დაახლოებით აი ესეთი სტილში. და კიდე ერთი მაგალითი, ეს Hugo Boss-ის ბრენდია, რომელიც კერავი იყო Hugo Boss-ი ბერლინში. 31 წლიდან მას ჰქონდა სამკერავლოები და მან დაიწყო, ეს ვთქვათ, პირველი, ეს ვთქვათ, კონტრაქტორი გახდა, ნაცისტური გერმანიის, ანუ მესამე რეიხის, ანუ ის უკერავდა ადგენდა მოდელებს და უკერავდა, ესე ვთქვათ, ამ ფორმებს, ხო, სხვადასხვა ფორმებს და შემდგომში უკვე Hugo Boss-ის, ესე ვთქვათ, ბრენდის პოზიციონერების შეცვლა მოხდა აი ესეთი კლასიკური მამაკაცური სტილის სამოსში, რომელიც დღემდე, ესე ვთქვათ, ძალიან პოპულარულია და რომელიც ინარჩუნებს ძალიან ძლიერ პოზიციებს საერთოდ მსოფლიოში, ხო? რატო? იმიტომ რომ ეს არის ესე ვთქვათ, ისეთი მამაკაცური ხასიათის გამტარებელი
ბრენდი. როგორც თავის დროზე, უბრალოდ შეიძლება ანალოგია ცოტა არა ადეკვატური იყოს, მაგრამ მაინც ვიტყვი, რომ თავის დროზე იგივე კემელმა გააკეთა ზუსტად აი ამ მამაკაცურ გამოწვევაზე, აი იმაზე აქცენტი, ხო, ესე იგი, აი ეს ხასიათი გადაცა, როდესაც დაუშვათ მოგზაურობს ძალიან ესეთი მამაკაცური ტიპი ჯუნგლებში და ხდება რაღაც იბათებს და რა ვიცი მე მთელი გადალახავს ამ სირთულეებს და მოკლედ ეს მოკლე კლიპშია ნაჩვენები. ეს პირველი კლიპი იყო კემელის, რაც დააყენა კემელი, ესე ვთქვათ, პირველ პოზიციებზე. ну, თავისთავად Marlboro-ს მერი, იმიტომ რომ Marlboro-ს არანაკლებ ესეთი ბრენდინგი ჰქონდა წარმოდგენილი. და სპეციალიზაციის მნიშვნელობა. სპეციალიზაცია აუცილებელია. მე მოგიყვანთ ერთ მაგალითს. ეს იყო, ну, აი, ხო, საერთოდ არ ვასახელებ ხოლმე კომპანიას, მაგრამ ამ შემთხვევაში ალბათ დანაშაული არ იქნება. იგივე მაგალითად აი ჩვენი ბრენდი რა აქვს. თავის დროზე ლუდი ხაზბეგი იყო ძალიან ძლიერი ბრენდი, რომელიც კონკურენციას უწევდა საკმაოდ ბევრ იგივე რუსულ ლუდებს, რო შემოდიოდა საიმპორტო ლუდები და ასე შემდეგ, ხო, ისე იგი ძალიან პოპულარული იყო და ძალიან ძლიერი ბრენდი ჰქონდა. მაგრამ შემდგომში მოხდა ამ ბრენდის გაქარწყლება სხვადასხვა პროდუქტების დამატებით, რაც პრაქტიკულად ძირითადად ლუდმა დაკარგა თავის, აი ამ ბრენდმა დაკარგა თავის სიძლიერე და ეს გაქარწყლება მოხდა ამ ბრენდის და რეალურად დღეს მიუხედავად იმისა, რომ ცუდი ლუდი არ არის და ბევრ ლუდს გაუწევს კონკურენციას, მაგრამ ბრენდინგი ამ შემთხვევაში ბრენდის სიძლიერე არის დაკარგული. აი ის, რაც ადრე ჰქონდა იგი ამ ხაზბეგს, ხო, გაქარწყლება მოხდა, პერიოდი გავიდა და უკვე გადაინაცვლა, ესე ვთქვათ, მეათე პლანზე, თუმცა პირველი პოზიციები ეკავა. აი ეს არის სპეციალიზაცია, ანუ ჩვენ აუცილებლად ბრენდმა უნდა გააკეთოს ვიწრო სპეციალიზაცია. თქვენ თუ აკეთებთ მამაკაცის სამოსის, იმას გააკეთეთ მხოლოდ მამაკაცისა. თქვენ ფეხსაცმელებზე აკეთეთ ფეხსაცმელებზე. მაგრამ თქვენ თუ გააკეთეთ შერეული მამაკაცის, ქალის, ბავშვების, ჩათვალეთ, რომ ბრენდინგის მომენტი აქ პრაქტიკულად შეუძლებელი ხდება ამის გაკეთება. და ბრენდის შექმნის და ამოქმედების 8 საფეხური. ნახეთ, აი ეს არის ეტაპები, რაც ჩვენ გვჭირდება ბრენდის შესაქმნელად, ხო, ესე იგი. მარკეტინგული კვლევა თავისთავად მოთხოვნილებების დადგენა, რეალური მოთხოვნილებების დადგენა. ისე არა, როგორც დღეს აკეთებენ უმეტესი მარკეტოლოგები, ხო? შეყრიან იმას, რა ქვია, ფოკუს ჯგუფებს, გააკეთებენ იმას გამოკითხვას ამ ფოკუს ჯგუფების და ფოკუს ჯგუფები დღეს არ გამოიყენება, რატო? იმიტომ რომ არაეფექტიანია, მხოლოდ იმიტომ, რომ ადამიანები არ არიან გულწრფელები. ამ შემთხვევაში ფოკუს ჯგუფის შემთხვევაში ყველა იქცევა ისე, რომ სხვის თვალში რო იყოს, ასე ვთქვათ, წარმოდგენილი ღირსეულად და არა სინამდვილეში რა სურს და როგორი ტიპია. აქედან გამომდინარე, დაახლოებით ეს არის, აი როგორც სოციალურ ქსელებში იქცევიან ადამიანები, აი როგორც პოზიციონირებას როგორ აკეთებენ, ხო? ესე იგი, არავინ არ აკეთებს ისე პოზიციონირებას რეალობაში რაც წარმოადგენს. უნდა რომ სხვების თვალში გამოიყურებოდეს ასე ვთქვათ, ღირსეულად და, ну, მომხიბლავი იყოს და ასე შემდეგ, ხო? აქედან გამომდინარე, აი ეს მოთხოვნილებების დადგენა ძალიან მნიშვნელოვანია. ეს იგივე სოციალურ ქსელებში გამოკითხვა, როდესაც არის, აქედან ნახევარზე მეტი ყალბი, ესე ვთქვათ, გზავნილია, ანუ ადამიანი წერს ერთს, მაგრამ ფიქრობს მეორეს და უნდა მესამეს საერთოდ რა. ამიტომ კვლევა გასაკეთებელია, განსხვავებული კვლევა, რომ თქვენ გაიგოთ რეალურად ადამიანებს რა ჭირდებათ და რას აფასებენ და ასე შემდეგ. ამაზე მე ცალკე ის მაქვს, რა ქვია, მოდული ჩაწერილი და აქედან გამომდინარე, ამას ძალიან დიდი ყურადღება უნდა მიექცეს. ბრენდის იდეა, ლეგენდა, სტორიტელინგი, ანუ
რა ფასეულობაზე დათმობით არის ბრენდის იდეა, ხო? და მაგალითად იგივე ჩვენ ღვინოებთან მიმართებაში ხო შეიძლება ძალიან საინტერესო ლეგენდები შეიქმნას და აი თვითონ ბრენდის იდეა იყოს გამსჭვალული აი ამ რაღაცა ისტორიული მომენტით, რომელიც იქნება ძალიან მომხიბლავი ძალიან ბევრისთვის, ხო? ფასეულობები, რა ფასეულობების მატარებელია ბრენდი? ემოციური გზავნილის შექმნა. ხასიათი ბრენდის, აი ზუსტად იმაზე, რასაც ვლაპარაკობდით. ბრენდის ხასიათი ემოციური გზავნილი და რომელიც მიმართულია უშუალოდ აი ადამიანის ქვეცნობიერებაზე, იმიტომ რომ ქვეცნობიერება ყველაზე მნიშვნელოვანი გადაწყვეტილების მისაღებად. სლოგანი თავისთავად, რომელიც ასახავს ამას, ბრენდბუქი, რაც არის პრაქტიკულად აღწერა, დეტალური აღწერა ბრენდის, კომუნიკაციის ფორმა და კონტენტ მარკეტინგის გეგმა და კონტენტის, ესე ვთქვათ, მომზადება, შესაბამისი კონტენტის მომზადება. ეს არის 8 საფეხური, რომელიც აუცილებელია ბრენდის შესაქმნელად. ბრენდთან დაკავშირებით, საერთოდ ბრენდ ბილდინგთან დაკავშირებით, ხო, ესე იგი, შეგიძლიათ ეს ვთქვათ, გამოიყენოთ ეს ჩემთან კომუნიკაცია, სიამოვნებთ გაგიცოთ კონსულტაციას ბრენდინგის პროცესთან დაკავშირებით და იმედია რომ თქვენ გამოიყენებთ ჩემს კონსულტაციებს და მართლა შეძლებთ რეალური და ძლიერი ბრენდის შექმნას. თქვენ პროდუქტზე უკეთესად თქვენს გარდა არავინ არ იცის, ამიტომ თქვენზე ძალიან ბევრია დამოკიდებული, თავარია ეს შეიფუთოს იმ ფორმატში, რა ფორმატიც მისაღები იქნება მომხმარებლისათვის. დიდი მადლობა ყურადღებისთვის. წარმატების გისურვებთ.